Პიჯაკების საქმის განხილვა იწყება ამ წუთებში სააპელაციო სასამართლოში. განხილვაში შესაძლოა დისტანციურად მიიღოს მონაწილეობა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. მას ამ საქმეში დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას ედავებიან. თბილისის საქალაქო სასამართლომ სააკაშვილს პიჯაკების საქმეზე 2 თვის წინ 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროს თეიმურაზ ჯანაშიას კი გირაო 300,000 ლარის ოდენობით. Ნუცა ბახუტაშვილი გვერდთვება სააპელაციო სასამართლოდან დაიწყო თუ არა განხილვა მისგან გავიგებთ პირდაპირ ეთერში. დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეგრეთ წოდებული პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში განხილვა დღეს იწყება. დიდი ალბათობით დღევანდელ სხდომას დისტანციურად დაესწრება ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. საქმე ეხება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში 2 თვის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ადვოკატებმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. მიხეილ სააკაშვილს კოჭლამაზაშვილმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო თეიმურაზ ჯანაშიას 300,000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან არც თავად ბრალდებულები და არც უფლებადამცველები. ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არის და პირველ ინსტანციაში გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიღეს. სწორედ დღეს დაიწყება პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების განხილვა. მოსამართლე იმსჯელებს პროცედურულ ნაწილზე ხომ არ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ექს-პრეზიდენტისათვის და ასევე თეიმურაზ ჯანაშიასათვის დღეს შესავალ სიტყვებს წარმოადგენენ სასამართლო პროცესზე როგორც დაცვის მხარე, ასევე სახელმწიფო ბრალდება და შემდგომ მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას პირველი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. დღეს დაიწყება სააპელაციო განხილვა პიჯაკების საქმეზე. აპელანტები ვართ როგორც თემო ჯანაშიას მხარე, ისე მიშას მხარე, საერთო პოზიცია გვაქვს. ამავდროულად პროკურატურა ითხოვს, რომ თემო ჯანაშიას მიმართ კვალიფიკაცია დამძიმდეს და სანქცია დამძიმდეს იმ საქმეზე, რომელიც არის აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული. მოგეხსენებათ, ამ საქმეზე თემო ჯანაშიას არავითარი დანაშაული არ აქვს ჩადენილი. და ის აკეთებდა იგივეს, რასაც აკეთებდა მაგალითად ანზორ ჩუბინიც. ვითხოვთ, რომ ეს გაუქმდეს და დადგეს გამომართლებელი განაჩენი, თუმცა კარგად გვესმის, რომ სააპელაციო სასამართლო ისევე არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბის სასამართლო, როგორც საქალაქო სასამართლო. რაც შეეხება პროკურატურის მოთხოვნას, ისინი ითხოვენ, რომ ეს არასაპატიმრო სანქცია შეიცვალოს საპატიმრო. მოლოდინი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში გამომართლებელი განაჩენი დადგება, იმიტომ რომ კრიმინალი არა, დანაშაული არა, არც პრეზიდენტის მხრიდან, არც ჩემს მხრიდან. ამიტომ დაველოდოთ ჯერჯერობით. თუ გადაგრძელდება 12 წელია თუ 100 წელი იქნება, რამდენსაც შევძლებ, სანამ ვიცოცხლებ და ვიცავ ჩემ უფლებებს. თავისთავად ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო, ეს ისედაც პირდაპირ მიუთითებდა, რომ არ იყო აქ რეალურად დანაშაულის ნიშნები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ხა სასამართლოს მოუწია გამამტყუნებელი განაჩენის დადება, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არაა ობიექტური. სააპელაციო სასამართლოში დღევანდელ სხდომას დიდი ალბათობით დაესწრება თავად მიხეილ სააკაშვილიც. აღნიშნული შესახებ მოთხოვნა სასამართლოს ოფიციალურად გადაუგზავნეს მისმა უფლებადამცველებმა. დღევანდელ პროცესზე მოვლენ ასევე ექს-პრეზიდენტის თანაგუნდელები და დაესწრებიან სასამართლო პროცესს. როგორც გითხარით, პროცედურულად უნდა განიხილოს ახლა სააპელაციო სასამართლომ, ხომ არ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება ექს-პრემიერისათვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსისათვის თეიმურაზ ჯანაშიასთვის პირველ ინსტანციაში და ამის შემდგომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად სამართლიანი და მიზანშეწონილი იყო პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. საინტერესო იქნება თუ რას იტყვის დღევანდელ პროცესზე თავად ექს-პრემიერი ერთ-ერთ გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით.